მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო ძალიან ერთგულო და საყვარელო მაყურებლებო. დღეს მინდა, ასე ვთქვათ, გავშალოთ თქვენთვის ასეთი თემა, თუ როგორ რეაგირებს ის თქვენს დუმილზე და თუ ეს გაშლა თქვენ შეგხვდათ იქ, სადაც დრო და სივრცე ერთმანეთს კვეთს, სამყაროს უნდა თქვენთვის ისე იგი რაღაცა მნიშვნელოვანის თქმა და გიგზავნით გზავნილს. Თქოთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ენერგეტიკური სიმბოლური ინტერპრეტაცია ჩემი მხრიდან თქვენთვის და მე ვკითხულობ მხოლოდ იმას, რასაც ბარათები მიჩვენებენ და ინტუიციურად გრძნობ. ყველა გადაწყვეტილება და ნაბიჯი კი ყოველთვის მხოლოდ თქვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული და თქვენს ხელთ არის. ახლა კი მოდი დავიწყოთ გაშლა, ჩაიფიქრეთ პიროვნება, საკუთარი თავი და დავიწყოთ, ხო? გაშლა, როგორ რეაგირებს ის თქვენს დუმილზე, თქვენ დუმხართ, როგორია მისი რეაქცია თქვენს დუმილზე? აბა, ჩაიფიქრეთ და დავიწყოთ, ხომ? როგორ რეაგირებს პიროვნება თქვენს დუმილზე? როდესაც თქვენს დუმხართ, რას ფიქრობს ის თქვენზე? რა ხდება მის გულში? როგორ რეაგირებს ის თქვენს დუმილზე? როგორ რეაგირებს პიროვნება თქვენს დუმილზე? ვა, ამოდი. ღმერთო ჩემო. ფონური ენერგია ამ გაშლის არის სათიანი კვერთხები და ეს ურთიერთობა ახლა მძიმე ფაზაშია. თითქოს ორივემ, ასე ვთქვათ, თქვენი მატარებლები შეაჩერეთ, მაგრამ ტვირთი ჯერ ესე ვთქვათ ზურგიდან არ გაქვთ ჩამოხსნილი, ანუ ცოტა რთულია თქვენთვის ეს ურთიერთობა დღევანდელ დღეობისთვის, ხო? ათიანი კვერთხები ეს არის გადაღლაზებადი პასუხისმგებლობა, დაგროვილი წყენები, გამოუთქმელი სიტყვები, გადაუხარშავეს მძაფრი ემოციები, ხო? ეს კავშირი არ დასრულებულა რეალურად, ჩემოძვირფასებო, უბრალოდ არის ძალიან დაღლილ ენერგიებში. იმდენად რომ სიყვარული შესაძლოა ისევ არსებობს, მაგრამ ძალა მის დასადასტურებლად, სატარებლად აღარ ყოფნით შემოკარგებო. ახლა ვნახოთ როგორ გამოიყურება დინამიკა ბარათების ხაზით, რომელიც არის 6-იანი კვერთხები, 8-იანი კვერთხები, ხმლების დედოფალი და ხმლების მეფე. ანუ აქ ახლა როგორც ასეთი, ხო, ისტორია შეიძლება რამდენიმე მიმართულებით წავიდეს და თითოეულში ჩანს ცხადი ფსიქოლოგიური ნიმუში, ხო, ამ ურთიერთობის. პირველ ვარიანტად რო ვიყოთ, ეს არის გამარჯვება, მერე სიჩქარე, მერე გაციებული ენერგიები, ხო, გამარჯვება, სიჩქარე, გაციებული ენერგიები ერთმანეთის მიმართ. ანუ 6-იანი კვერთხების საწყისში ერთ-ერთს ჰქონდა მიზანი გაემარჯვებინა სიყვარულში, მოვეპოვებინა მეორეს ყურადღება, ყოფილიყო მისთვის პირველ ადგილზე. რთული არაა წარმოიდგინოს, შეიძლება თავიდან ეს კავშირი იყო ტრიუმფი, აღიარება, სიამაყე. მერე მივიღე ის, ვისაც ვეძებდი, ხო? 8-იანი კვერთხები შემდეგ ყველაფერს სწრაფად განვითარება, რას გვეუბნება, ხო? მიმოწერა, შეხვედრები, ემოციური იმპულსი, ქარიშხალივით აჩქარებული ეტაპი ურთიერთობაში, მაგრამ სწრაფად გაღვივებული ხანძრში სწრაფადვე ქრება. ხვდებით, ეს იყო დრო, როდესაც გზნობებს სიჩქარემ გაუსწრო რეალურად. ხვდებით, ანუ ხმლების დედოფალი პლუს ხმლების მეფე, აქ უკვე ორი ესე იგი, ერთმანეთის მიმართ დისტანცირებული და გაციებული გონების პიროვნება ეჯახება ერთმანეთს. ხო, ახლა ორივე ცოტა ასე ვთქვათ, გუნიერების ფაზაშია გადასული. აქ არის ცივი ანალიზი, რაციონალიზმი, დისტანცია, ამას შორის თითქოს ორი ძლიერი ტვინი ერთმანეთს ეჯახება. ასე ვთქვათ, თითქოს შეიძლება რაღაცებში ეთანხმებიან კიდევაც ერთმანეთს, მაგრამ ორი გული აღარ, აი, ერთმანეთ ურთიერთშეხებაში აღარ აქვთ. ხვდებით, ანუ ეს გულები ერთმანეთს აღარ ეხებან. დედოფალი და მეფე ხმლებში ხშირად არის წყვილი, რომელიც ასე ვთქვათ, აი, როგორ ვთქვათ, ხმალზე დგას, ხო? კონტაქტი ლოგიკურია, მაგრამ ემოციები აქ არ არის. ანუ კონტაქტი არის, კი, ჩემოძვირფასებო, მაგრამ არ არის ეს სიტყვოთი გაჟღენთილი კონტაქტი, ხო? ემოციები არ არის, ხო? ეს არ ნიშნავს დასასრულს, მაგრამ ნიშნავს სიფხიზლის ზონას ამ ორ პიროვნებას შორის. რამ გამოიწვია გაციება, ხო? ზედმეტასწრაფი დასაწყისი ურთიერთობაში, ბევრი დაუფიქრებელი ვნება ურთიერთობაში, მერე ასე ვთქვათ, გადაღლა, ზედმეტი ტვირთი, რეალობის თვალებში ჩახედვა, აწონვა რეალობის და გონებამ გადაძალა გრძნობას რეალურად. ეს არის პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი, ორი ძლიერი ადამიანი, რომელთაც არ სურთ ესე ვთქვათ, დანებება, ანუ ქალის არქეტიპი, ხმლების დედოფალი.
არის დამოუკიდებელი გონივრული და დამკვიდრებული ქალი, ის აღარ ლაპარაკობს ემოციებით, ასე ვთქვათ, მხოლოდ სიმართლეზეა ორიენტირებული და მახვილი გონებით საუბრობს ამ სიმართლეზე. როცა რაღაცა წინდა, როცა ვერ იგრძნო მხარდაჭერა, დედოფალმა, ასე ვთქვათ, ხმალი აიღო, არა რომ ესე იგი ვინმე მოეკლა, არამედ იმისთვის, რომ თავი დაეცვა, ხო? აღარ ითხოვს, აღარავის აღარ ეხვეწება, აღარც ნაზის საუბრებით აღარ იფარგლება, ხო? ახლა ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს და თავისთვის მშვიდად ყოფნა უნდა. კაცის არქეტიპი ხმლების მეფე, იგი არის პრინციპული, მკაცრი, თავის აზრზე მდგომი, გრძნობა აქვს, მაგრამ არ აჩვენებს ამას ჩვენი ხმლების დედოფალს. მისთვის ეს სისუსტეა, ეს სისუსტე ვერ იქნება ბატონ პატრონი, ხვდებით, ისე როგორც ქალი სიტყვებით ართბება, ხვდებით, ან ესეთი მდგომარეობა აქვს ამასაც. ორი გონება ერთმანეთს უყურებს და ეს ბევრჯერ უფრო მკაცრი მდგომარეობა, ვიდრე ორი გულის თანხვედრა ერთმანეთთან. ახლა ვინ არიან ისინი ერთმანეთისთვის, ხო? ორი ტვინი, რომელიც ერთმანეთს პატივცემს, ორი ადამიანი, ორი ეგო, რომელიც არ იხუევს, ასე ვთქვათ, რაღაცებს, ორი ტკივილი, რომელიც გზნობის აღიარებას ვერ ახერხებს და ორი ადამიანი, რომელიც ერთმანეთის გარშე ვერ წყვეტს ყოფნას, მაგრამ ერთად ყოფნასაც, ასე ვთქვათ, რეალობის გადახედვა სჭირდება, ჩემოძვირფასებო. და აქვე ჩვენთვის არსებული მესამე ვარიანტი, ეს არის არ თქმული, არ გამოთქმული სიტყვები და ემოციები, დაძაბული სივრცე, მაგრამ ჯერ თქვენ შორის რომ დასრულებული არაფერი არ არის, ხო? 6-იანი კვერთხები და 8-იანი კვერთხები ერთად მეუბნება, რომ არსებობს იმპულსი, არსებობს კავშირი, ინტერესი, ჯერ კიდევ ცოცხალია თქვენ შორის, მაგრამ ხმლების დედოფალი და ხმლების მეფე ამბობს, რომ სიყვარულის აღიარება ახლა, ასე ვთქვათ, შეუძლებელია თქვენ შორის, რადგან ემოციას სიტყვა აღარ ყოფნის, მას მოქმედება სჭირდება. რატომ გაცივდნენ ეს ორი პიროვნება ერთმანეთის მიმართ? ანუ ესე ვიტყოდი, რადგან ორივე ელოდა რომ ნაბიჯს მეორე გადადგამდა, ანუ ქალი ელოდება კაცს, კაცი ელოდება ქალს, რადგან ორივემ დაიწყო ფიქრი საკუთარ დაცვაზე და არა ვთქვათ ერთმანეთთან გულის გახსნაზე და გულახდილ საუბარზე, რადგან ორი ძლიერი გონება ერთმანეთს ვერ ეუბნება მარტივად ერთ რამეს, მტკივა, მაგრამ მიყვარხარ. აი ეს ალალი საუბარი თქვენ შორის არ არსებობს. ამ არქეტიპების მიხედვით, ხო, როგორც ასეთი ფსიქოლოგიურად რო განვიხილოთ, ფსიქოლოგიურად კი არა, ზოდიაქოს ნიშნებით რო განვიხილოთ, არის ჰაერის ნიშნის წარმომადგენლები, რომლებიც არის მერწყული, რომელიც არის სასწორი და ასევე ტყუპები, მაგრამ შეიძლება არ იყოს საერთოდ ზოდიაქოზე მორგებული და ნუ მიეჯაჭვები ზოდიაქოს, შეიძლება იყოს უბრალოდ ცხოვრებისეულად დიდი, ასე ვთქვათ, გამოცდილების მატარებელი ქალიც და კაციც, რომლებმაც ბევრი გამოიარეს ცხოვრებისეულად, არა მხოლოდ ურთიერთობაში, არამედ საერთო ჯამში და უკვე იციან საკუთარ თავისფასი, რომლებმაც იციან საკმაოდ ცხოვრებაში რა და როგორ გააკეთონ და არიან ორიენტირებული საკუთარი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების მიმართ, როგორც ასე ვთქვათ, როგორ მიაღწიონ იმას, რაც მათ რეალურად სურდა, არა იმოქმედონ გონებით, იმოქმედონ გრძნობებით, გულით და ასე შემდეგ ემოციებით, ხო? აი ზოგადად არის ამიტომაც ხდება, როდესაც ადამიანი ბევრს გამოივლის ტვირთს ცხოვრებაში, ხო? აი რატომ ყვები ამას, რომ რატო გამოიარას სირთულეები, ხო და ამერე გაცივდნენ მეთქი ერთმანეთის მიმართ, კი არა საერთო ჯამში რატომ არიან, ხო ესები? ბევრი ჭირის მნახველები ზოგადად ასე ემართებათ და გვემართებათ და მე ვიცი რაც არის ეს განცდა. მერე უკვე აი როგორც ემოციებით აღარ ფიქრობენ უკვე გონებით, მახვილი გონებით თუ როგორ რას იმსახურებენ, რა უნდა და რას მიაღწიონ და აქ უკვე ავიწყებათ ყველაზე მთავარი ემოციები, გრძნობები, როგორ ისაუბრონ, როგორ აღიარონ, აი ეს ყველაზე ცუდი და ყველაზე რთული მდგომარეობა ურთიერთობაში, ხო? ეს ურთიერთობა რეალურად არ არის დასრულებული ჩემოძვირფასებო, ეს არის უბრალოდ გადაღელილ ენერგიებში მყოფი ურთიერთობა. 10-იანი კვერთხების ფონზე საჭიროა ტვირთის განაწილება, სინანულის დაბრუნება ერთმანეთის მიმართ. ანუ დაბრუნება რას ნიშნავს? განაერთო დაიბრუნოთ სინანული, არა. დაუბრუნოთ ერთმანეთს ემოციური აღიარებას სინანულთან მიმართებაში, ნანობთ ასე და ასე, ხო? აი სინათლის დაბრუნება საჭირო ურთიერთობაში, თბილი სიტყვებია საჭირო ურთიერთობაში, რადგან ორხმლიანი არქეტიპი ერთმანეთს მხოლოდ მაშინ შორდება, როცა არც ერთი არ ამბობს, ასე ვთქვათ, პირველ სიტყვას და პირველი როცა არ აღიარებს, ხო, ასე შესაძლოა თქვენი წყვილის დაშლაც მოხდეს, ხო? თუ მხოლოდ ერთი, ესე იგი, ამოიღებს ხმალს, აი, თავისი მკერდიდან და ასე ვთქვათ,
ამოიღებს ხმას, ხო? აქ შეიძლება ისევ გაჩნდეს ამ ურთიერთობაში სითბოს, სიცოცხლე გაჩნდეს ამ ურთიერთობაში, აფექტდეს ისევ ეს ურთიერთობა, ხვდებით, როგორც თავიდანვე იყო, იმიტომ რომ კვერთხები დაგვეწყო, შეხედეთ, უბრალოდ აქ სულ ორი ტიპის ორი მასტის ბარათებზე გვაქვს საუბარი, კვერთხები და ხმლები. რამდამძიმა ნახეთ, კვერთხების სწრაფმა განვითარებამ, ურთიერთობამ, სურვილმა, იმპულსმა, უცებ კვერთხებშივე დაამძიმა ეს ურთიერთობა და გადაიყვანა ხმლებში, ხო? რეალურად თუ დაარღვევთ ამ დუმილს ერთ-ერთი მაინც, ხო? ეს სიყვარული, ასე ვთქვათ, არის შანსი, რომ ეს სიყვარული გადარჩეს, მაგრამ თუ ამ დუმილს ორივე შეეგუებით შემოძვირფასება, ეს სიყვარული გადაიქცევა ორად გაყოფილ, აი როგორ ვთქვათ, ხაზად, ხო, რომლებიც მხოლოდ ფიქრებში ხვდებიან ერთმანეთს, რეალობაში კი არა, ხო? რა ვიცი, ძალიან რთული იქნება ერთის და მეორეს მთელი ცხოვრება, აი ასე იყოთ და გასტანოთ ეს ცივ ენერგიებში ერთმანეთთან მიმართებაში და უბრალოდ საბოლოო ჯამში დაიშლებით, ხო? აი ეს არის სულ ის თქმაც მე მსურდა რეალურად ამ გაშლასთან მიმართებაში, თუ ასე ვთქვათ, აი როგორ დავარქვათ, ხო? მოკლედ რა, მეტი მე მგონი დამატებაც ზედმეტი იქნება აქ სამი ვერსია განვიხილე, სამივე რა ვიცი, რომელიც იქნება თქვენი ამაზე თქვენი თონი ფიქრეთ. სამწუხაროდ ეს დღევანდელი სიტუაცია არის ესეთი, არც ერთი ვარიანტი, რაც მე დავასახელი არ არის მარტივი, მაგრამ ასევე შემოგთავაზებთ ალტერნატიული გზები, როგორ შეიძლება გაალღვეს თქვენ ორ შორის, ასე ვთქვათ, ესე ვთქვათ, სიჩუმე, ხო? როგორ რეაგირებს ის თქვენ დუმილზე შემოძვირფასებო და ასე თქვენ რო ერთმანეთს ირეკლავთ, სარკეები ვითხართ ერთმანეთისთვის, ხვდებით, ანუ ერთი მეორის ანარეკლი, რასაც თქვენ აკეთებთ, ისიც იგივეს აკეთებს, ანუ შეხედეთ, ჯერ თქვენ ამოდიხართ, მერე ის და ფაქტობრივად გაშლასაც მოყვანახეთ სახელწოდებისგან მიხედვით, ხო, როგორ რეაგირებს ის თქვენ დუმილზე, ხო? როგორც თქვენ, ისევე ის. აი ეს ამ მდგომარეობა. მოკლედ შემოძვირფასება, თუ ეს გაშლა თქვენ სიტუაციასთან რეზონირდა, დალაიქეთ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი ტაროს არხი და სამყარო კიდე ძალიან ბევრ სიმართლეს შემოგთავაზებთ მომავალში, რომელიც თქვენთვის გულის გამხსნელი იქნება ასე თუ ისე, იმიტომ რომ მიხვდებით სად რა იმალება და ვკითხულობ კომენტარებს, ზოგიც პირადში მწერთ, რომ ძალიან ასე ვთქვათ, ბევრ რამეს მიგახვედათ ჩემმა გაშლებმა, ერთი-ერთი რეზონირდება და ბევრს ასე ვთქვათ იგებთ ჩემი გაშლებიდან, რომ გეხმარებათ სიტუაციურად, ძალიან კარგი, ძალიან მიხარია, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ სიტყვისთვის და იმ ენერგიისთვის, რასაც თქვენ ჩემთან უშვებთ, თუნდაც იმის სახით, რომ არ მალავთ და მეუბნებით ყველაფერს, რომ ეს ესე და ის ისე. მე ეს ყველაფერი ძალიან მაძლიერებს. დიდი მადლობა. მოკლედ მშვიდობა და სოლიდარობა გქონოდეთ. რომელსაც მე თქვენ გისურვებთ მთელი გულით და სულით და რაც თავარია, ხო, გისურვებთ ერთიან ენერგიას შემოძვირფასებო და ერთმანეთისადმი ადამიანურ თბილ დამოკიდებულებას. აი ესა ყველაზე მთავარი. მოკლედ ესაა და ეს ნახვამდის.